როგორია ბოღმიანი ადამიანი. ბოღმა არის საწამლავი. თან როგორ საწამლავი იცით, მხოლოდ შენ რო გწამლავს. სხვას არ ეხება. შენ რო ბოღმა გაგაჩნია ვინმეს მიმართ. ეს შენ თავში არსებობს მარტო. შენ გწამლავს და ის სხვა ვერ გზნობს, ესე ვთქვათ. თან ბოღმა რაზე გემართება ადამიანს, ხო ალბათ სხვის წარმატებაზე. სხვისი წარმატება ისე უნდა გიხაროდეს, როგორც საკუთარი წარმატება. ეს ერთი შეხედვით ასე ძალიან ძნელია, მაგრამ მიღწევადია მაინც. და სხვისი წარმატება რომ გიხაროდეს, ეს შეგიძლია დაიწყო მაგალითად ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისგან. შენი ოჯახის წევრების წარმატება უნდა გიხაროდეს, შენი მეგობრების, ყველა ადამიანის, ვისაც იცნობ. თუ ვინმე არ გევასება, იმის წარმატებაც უნდა გიხაროდეს. ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელება რაც არსებობს, არის მეგობრის ან უახლოესი ადამიანის წარმატებაზე რომ მიბოღმები. აი, ძალიან წუხარ ყველა ადამიანზე, ვისაც ეგ იმართება. სხვების წარმატება რომ გიხარია, ეს ცხოვრებას იმდენად ამარტივებს და ლაღად აქცევს. გეგონება ესე რაღაც ვიდეო თამაში რომ ჩართო და ხო ძალიან დიდი განსხვავებაა იზიზე თამაშობ, ნორმალზე თუ ჰარდზე თუ რაღაცა იგიცე. აი, თუ სხვების წარმატება გიხარია, ფაქტობრივად შენი ცხოვრება იზიზე გადადის და ყველაფერი მარტივი ხდება შენთვის. ამიტომ ბოღმა დაიკიდეთ, შური დაიკიდეთ, ეგეთი რაღაცები ყველაფერი დაიკიდეთ, გიხაროდეთ უბრალოდ სხვების წარმატება. ეს ვიყავი მე, კოუჩი, ჰიტა. კურსებს დავდებ მალე. როგორ უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურობაში უკეთესი და პრაქტიკაში. და 5000 ლარი ეგირება. და 5000 ლარს რომ შეაგროვებთ და რომ მიყიდით ჩემს კურსებს, იქ დაგხვდებათ ერთ-ერთი წინადადება, რომ ბოღმა ცუდია. მაგრამ ეს უკვე გითხარით, ამიტომ კურსები აღარ გამომივა.